სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ყოვლად სამღვდელონო მეუფენო პატიოსანო მამებო ძმებო და დებო დედებო გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გილოცავთ ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევის დღეს. დღეს ტაძრის კურთხევა მოხდა კვირა დღეს. ამიტომ მოკლედ მინდა მოგახსენოთ დღეს საკითხული სახარების შესახებ. იყო მოთხრობილი ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ გადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. უფალ იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მიდის გადარინელთა ქვეყანაში, სადაც იყო ბოროტის სულებით შეპყრობილი ადამიანი, ძიმედ დაავადებული ძალიან, რომელსაც ჯაჭვებით აბავდნენ, მაგრამ იგი ამ ჯაჭვებს წყვეტდა და შიშის ზარს სცემდა მთელ იქაურ მოსახლეობას. და აი უფალმა განდევნა ეშმაკები მისი სულიდან, განკურნა იგი. შემდეგ ეშმაკებმა თხოვეს, რომ ნება დაერთო მათთვის იქვე ახლოს მყოფ ღორების კოლტში შესვლისა, მართლაც დართო მან ნება და ღორების კოლტი კლდიდან გადაეშვა ზღვაში. აი ესეთი ეპიზოდია წაკითხული სახარებიდან. და რას ხედავთ ჩვენ აი ამ მონაკვეთიდან? პირველ რიგში ვრწმუნდებით იმაში, რომ ბოროტის სულები არსებობენ. და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ და დაღუპონ კიდევაც. არა მარტო ადამიანი, არამედ პირუტყვებიც, ცხოველებიც. მაგრამ ქრისტიანს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულიც არის, რომ ბოროტ სულებს შეეწინააღმდეგოს. რატომ? იმიტომ რომ უფალმა იესო ქრისტემ დაამარცხა ეშმაკის ძალა და დათრგუნა. როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი მოციქული, რომ ამიტომ მოვიდა, მოგვევლინა ძე ღმერთი, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი. კიდევ რას ხედავთ ამ სახარებიდან ჩვენ, რომ ბოროტ სულებს არა აქვს ძალაუფლება შევიდნენ არა მხოლოდ ადამიანში, არამედ პირუტყვებშიც კი ღმერთის დაშვების და ნებართვის გარეშე. რატომ უშვებს უფალი ამას, რომ ეშმაკი შემოვიდეს ადამიანში, სტანჯოს იგი? ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს. ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უშვებს იმიტომ, რომ შეარცხვინოს ეშმაკი. ეს კარგად ჩანს მართალი იობის ცხოვრებიდან, რომელმაც 1000 გვარი უბედურება დაიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის სირცხვილს, დამარცხებას, მართალი კაცის კიდევ უფრო მეტ სიწმინდეს, გაძლიერებას და ღმერთის გამდიდებას. ამგვარად, როდესაც მოდის ეს საცდური, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებში თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის. და როდესაც ჩვენ დავძლევთ აი ამ საცდურებს, ვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვარცხვენთ ეშმაკებს ამით. და მათ ჩვენ ყოველთვის დაუცხრომელად უნდა ვებრძოლოთ. რა არის ჩვენი იარაღები ამისთვის? რწმენა, მოთმინება, სიმდაბლე, მარხვა,
ლოცვა, პირჯვრის გადასახვა, ღვთივსათნო ცხოვრება. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ათესავი ბოროტი სულების განიდევნება მხოლოდ და მხოლოდ რითი? მარხვით და ლოცვით. მაშა სადამე აი ეს საშუალებები და იარაღები ჩვენ გადმოგვეცა თვით უფლისგან, მოციქულებისგან. და ვინც მოისურვებს გამოიყენოს აი ეს საშუალებები და იარაღები, ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული. როგორ შედის ეშმაკი ადამიანში? რა ვნებების საშუალებით შედის? შედის მემთვრალეობის საშუალებით. ნარკომანიის, ამპარტავნების, გაღიზიანების, მრისხანების. არსებობს კიდევ ვერცხლის მოყვარების ეშმაკიც. ადამიანებს აცდუნებს ასევე ბოროტი ძალა ხორციელი ვნებების მეშვეობით. აი ეს სიძვის ეშმაკი ყველაზე მეტად, ყველაზე ბევრ ადამიანს ღუპავს. და ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ ჩვენს თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ, უფრო გულმოდგინედ ლოცულობდეთ, გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს, უფრო გულმოდგინედ და აი ამ ღვთივსათნო ცხოვრების, სწორი ცხოვრებით ცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ ჩვენ. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამ ყველაფერს ან არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ ძალიან იშვიათად, ან ჯეროვანი ყურადღების გარეშე და ისევ და ისევ ცოდავთ. და უფალმა იესო ქრისტემ რა გითხრა ჩვენ? რომ არაწმინდა სული, როდესაც გადის ადამიანიდან ნათლობის, სინანულის, ზიარების მეშვეობით, ის შემდეგ ცდილობს დაბრუნებას ადამიანში. და როდესაც ხედავს მის სულს ცარიელს, ესე იგი სულიერი ღვაწლისგან გაცარიელებულს, უქმად მყოფს, ულოცველს, უმარხველს, ის შემოდის ადამიანში, თან მოხავს მასზე უფრო ბოროტი 7 სული და როგორც ამბობს უფალი, აი ეს უკანასკნელი ამ კაცისთვის იქნება ბევრად უარესი ვიდრე პირველი. მდგომარეობა. ასე რომ ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ აი ამ სახარების ამ მონაკვეთზე კარგად და გვახსოვდეს რომ თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ ჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი რომ მას არ ჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან. არამედ უფრო გულმოდგინეთ უნდა ვილოცოთ. როგორც გვასწავლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო გოგი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ შესანიშნავით აზრის კურთხევას ძალიან საზეიმო დღე არის დღეს. განსაკუთრებით მინდა ბატონო გოგი თქვენ დაგლოცოთ. თქვენი ოჯახი, მადლობა გითხრათ ამ ღვაწლისთვის და თქვენთან ერთად ყველა ვინც მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში, ღმერთმა შეგიწიროთ, წმინდა დიდმოწამე ბარბარე შეგეწიოთ, თქვენს ოჯახებს, თქვენს საქმიანობას, მინდა დავლოცო ეს შესანიშნავი სოფელი, ისულა, მისი მოსახლეობა, მთელი ჩვენი ეპარქია, სენაკის და ჭყოროწყუს ეპარქია და ვისურვო რომ აი ამ წმინდა ტაძარში მრავალმა ადამიანმა გაიხაროს სულიერად და გადარჩეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ჩვენ გვაქვს დიდი პატივი დღეს რომ ვესტუმრნენ ჩვენი ძვირფასი მდემთავრები